ძალიან კარგი შემოქმედებითი პერიოდი მქონდა. ყოველთვის ვხატავდი, რაც პატარ-პატარა სამყაროებს მოვიფიქრებ და ის პატარა. დღეს, როგორც მე დაგბერდით, ძალიან საინტერესო და ჭკვიანი და უნიჭერეს ადამიანს წარგიდგენთ და ეს არის მაშიკო. Qoe vin xar ra xar asaketap rom გვეცად გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა. გამარჯობა, მე ვარ მაშიკო, მხატვარი, ილუსტრატორი, კონცეპტ არტისტი, კომიქსების კოლორისტი, ანიმაციური ფონების მხატვარიც. ფონების მხატვარი. ძალიან ბევრ რაღაცებს აკეთებს მაშიკო და არის უნიჭერესი ადამიანი. შეგიძლიათ მაშიკო დააფოლოვოთ და ნახოთ მისი უფრო მეტი ნამუშევარი, ვიდრე ამ ეპიზოდში ნახავთ. დღევანდელი ეპიზოდის სპონსორი არის მინიკობი და ეს მოგიტანეში საჩუქრად. მადლობა. მადლობა მინიკობს, რომ ზრუნავს ჩვენს სტუმრებზე. ძალიან ბევრი სათამაშოებია შეგნით, ორცხობილები და ბევრი გემრიელობები. აუ, მაგარია. დიდი მადლობა. ანუ როგორ დაიწყო შენი მოღვაწეობა? ანუ თავიდანვე ხატავდი, ცოტა მერე დაიწყე ხატვა თუ საიდან დაიწყო ეს პროცესი? ყოველთვის ხატავდი, ყოველთვის ვიცოდი რომ მხატვარი უნდა გამოსულიყავი, ღრმა ბავშვობიდან ხატავ. და თან ჩემი მთელი ოჯახი ხელოვანები არიან და მაგ რო ყოველთვის ხარს მიჭერდნენ. მთელი ბავშვობა რაღაც პატარა დეტალებს შევხედავდი, მთელ სამყაროს გამოვიგონებდი იმ პატარა დეტალთან დაკავშირებით და სულ მინდოდა რომ გადმომეცა, ღმეწერა და ჩამენიშნა, გამეცოცხლებინა. და იმდენად მქონდა მაგის სურვილი მუდმივად, რომ სულ მაგას ვაკეთებდი ავტომატურად. რაზე ხატავდი? ანუ პირველი რაღაცები რაც დაგიხატავს, რაზე იყო? ანუ ფურცელი პასტა. ბავშვობიდან ამბობს? თუნდაც ბავშვობიდან. კედლები. რა თქმა უნდა, კედლები. მშობლები არ გიშლიდნენ. არაფერს არ მიშლინა. კედლები, ჟურნალი, ქაღალდი, რვეულის უკან, რავი, ყველაფერზე, რასაც შემეძლო რომ მომეხატა და მომეჯღაბნა, ყველაფერზე ვაკეთებდი. აი ხროთზესაც ბავშვობაში ხატავდი ამ კედლებზე და ასე შემდეგ. მაგის მერე პროგრამები ისწავლე თუ ანუ დიჯიტალ ხატვაზე, როდის გადახვედი რა პერიოდი იყო ეს და როგორ მოხდა? იცი როგორ იყო? სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი ბოლო კურსებისკენ უკვე რაღაც პლანშეტები როგორც იქნა გამოაჩინეს სამხატვრო აკადემიაში და შესაძლებლობა რომ მქონდა მივდიოდი და ხატავდი, მაგრამ ესე რომ ჩამჯდარი ყავი და კარგად შემესწავლა, ალბათ 2018 წელი იყო, როცა დავამთავრე სამხატვრო აკადემია. ვიყიდე პლანშეტი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი მინდოდა პლანშეტი და სხვადასხვა დავამთავრე, მივხვდი რომ რაც მინდოდა იმისთვის შესაბამისი არც ტექნიკა მქონდა, არც ცოდნა მქონდა და გეგმა დავსახე ჩემ თავთან, რომ ვიმუშავებდი, შევაგროვებდი ფულს და ვიყიდიდი ჩემ პირველ პლანშეტს და ანუ ყველაფერი რაც მინდოდა, მას მერე გავხდებოდი რა. მივყევი მაგ გეგმას, ყოველ ჯერზე რაღაც გადავდებდი, ყოველ რაღაც პატარა შემოსავლიდან და ბოლოს როგორც კი ვიყიდე ეს პლანშეტი. ჩავუჯექი, სწავლობდი, აღმოვაჩინე მინშა დარჯანიას დიჯიტალ სკოლა. პირველი წელი იყო მაგისი. ტიქსი, კი, პირველი ჩაშვება ქონდა და მან ეგრევე მივწერე რა, მეთქი, მინდა რაღაცა აღმოჩნდა თან ჩემს სახლთან ახლოს იყვნენ და ვირა კაი ეს. ეგრევე გავიქეცი. მე კოვიდი დაიწყო. კოვიდი. მაგრამ სხვათა შორის რა იყო, იცი, ანუ კი, ძალიან ცუდი იყო ეს კოვიდის დაწყება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე და სხვათა შორის ბევრი მხატვარს უთქვავს, რომ მაგ კოვიდის პერიოდში სახლში რომ დავჯექით ჩვენთვის, მქონდა უსაზღვროდ დიდი დრო რა. ძალიან კარგი შემოქმედებითი პერიოდი მქონდა კოვიდის პერიოდში. როგორც ხდება მაგ დროს. ძალიან ბევრს ხატავდი და ძალიან ბევრი დრო მქონდა და ძალიან ბევრი ექსპერიმენტის დრო მქონდა და პროფესიული კუთხით საკმაოდ სასიამოვნოდ მახსოვს ეგ ძალიან ცუდი პერიოდი. ანუ მგონია რომ ვინც ესე ჩაჯდა სახლში ბევრი რაღაცები გააკეთეს. კი. ანუ მაგ დროს შემოსავალი გქონდა? ფრილანსად იყავი მაგ დროს? ფრილანსად ვიყავი და კარგი შემოსავალი მქონდა. თან სახლში ხარ, თან მუშაობ შენს რაღაცებს და თან ფრილანსად ჯობები. ერთ-ერთი პრობლემა რა იყო, იცი, ეს ფული არ ვიცოდი რაში დამეხარჯე. მე გადავავი. იმიტომ რომ არაფერი ღია არ იყო და კომენდანტის საათი. მაგიტომაც ნარჩუნდებოდა ფული, ვერ ხარჯავდი ფიზიკურად. ეს ყველაფერი ისწავლე, შეისწავლე და დაიწყე უკვე ფრილანსერადაც მუშაობდი, მაგრამ მანამდე მაინტერესებს შენი პირველი სამსახური რა იყო? სულ პირველი პირველი სამსახური ზუსტად არ ვიცი, ესე ხელს ვერ დავადებ, იმიტომ რომ ყოველთვის ყველა მიცოდა რომ ხატავდი, ყოველთვის ყველას რაღაცა პატარ-პატარა უნდოდა და ალბათ ფრილანსერობა იყო თავიდანვე ჩემი ყველაზე პირველი სამსახური.
ანუ ეს ბევრ პატარა შეკვეთებს აკეთებდი თავიდან. რამდენი ხანი რაც მუშაობ ზოგადად? ალბათ სტუდენტობიდან. არაადეკვატური შეკვეთები რა გქონია რომ ფრილანსერობით ეგეთი შეკვეთა ფაქტობრივად არ მქონია. მაგრამ სამსახურეობრივი იყო ეგეთი. რა მოგახსენდება კონკრეტულად? ჩემი ძველი სამსახური იყო მაგალითად ეგეთი ქართულ მითოლოგიაზე უნდა შეგვექმნა ანიმაცია, რაც მარველის სუპერგმირების გათანამედროვებულ სტილში და ალბათ ყველაზე უცნაური და ძალიან ამოვარდნილი კონტექსტ რატო იყო ამოვარდნილი და უცნაური? იცი როგორიც იყო, აი სტანდარტული ესეთი სიტუაცია იყო, რომ დამკვეთვა არ იცის რა უნდა საბოლოო ჯამში და ყველა იბნევა თან არ იცი, როდესაც ფრილანსად ერთ შეკვეთა მოდის ეგეთი გაძრები გამოდის, რაღაცას მოახერხებ კიდე რა, მაგრამ როდესაც დიდი გუნდია და სათავეშივე რა უნდა მოხდეს არ ვიცით, კიდე უფრო რთულდება სიტუაცია. ანუ გინდა თქვა რომ მენეჯმენტის პრობლემა იყო ვიდრე თვითონ კონცეპტის? კი. ანუ კონცეპტთან არ იყო პრობლემა. კონცეპტთან რაღაც კონცეპტთანაც იყო პრობლემა. არა მოიცა კონცეპტთანაც იყო პრობლემა. მოდი მითხარი, ყველაზე სასიამოვნო პროექტი რა ყოფილა, რადგან გიმუშავიათ? რამოდენიმე იყო აი ესეთი პროექტი, რომელზეც ვისიამოვნე გაკეთების დროს. ერთ-ერთი იყო Signify-ის პროექტი, ცისფერი მთების ფილმიდან, აი უკან რო ესაკ ნახატი რო აქ იმ კაცს რაც ესემა თავში მაგისი დაგრძელებული პანორამა უნდა დახატულიყო და ეს კაცი ხტებოდა ამ ქაღალდებზე კი აუ სადმე არის მაგრამ კი არის განახებ ძალიან საყვარელი პროექტი გამოვიდა ეგა და სხვადასხვა ერთ-ერთი ბოლო დროს რაზეც ვისიამოვნე და კაი პროექტი იყო შენთან ერთად გავაკეთე აი ეს აცკეტებზე ძალიან ლამაზი გამოვიდა ვიზუალურად აი ძალიან და ნახავთ აქვე სადმე გამოჩნდება რა არის ყველაზე სასიამოვნო რამე შენს პროფესიაში შენთვის? იცი თვითონ ხატვის პროცესი მიყვარს ძალიან. ყველაზე სასიამოვნო პროცესი არის ეგა, რომ აი თვითონ როგორ მივდივარ ხოლმე სამუშაო პროცესი რა. აი იდეა რომ მომივა და ამის დამუშავებას რო ვიწყებ, მე ნელ-ნელა რო ვხატავ, მე როგორ იცვლება რაღაცეები. აი თვითონ პროცესი მიყვარს ძალიან. და პატარ-პატარა სამყაროებს რომ მოვიფიქრებ და მე იმათ გავცოცხლებას რო ვიწყებ რეალურად რა ჩახატვით და ვიზუალური გადმოცემით. აი ხა დავუშვათ შეკვეთა როცა მოგდის. შენი პროცესი როგორი, ანუ რითი იწყებ? რისერჩის გაკეთებას ვიწყებ. ყველაზე მნიშვნელოვანი დასაწყისში ეგ არის. ბორდს ვაწყობ, მე კომუნიკაცია, მუდმივი კომუნიკაცია მაქვს დამკვეთთან. რო გავაკეთებ ამ რისერჩს, ვიზუალურ მასალას ჩავუყრი, მე განვიხილავთ კოლი გვაქვს, რომ გვინდა ესე რა მოვიგოთ აქედან რა მოგწონს, სიტყვაზე აქედან ფერები მოგწონს თუ ფორმა მოგწონს რაღაც. აი ყველაზე მეტად რა ურჩევნიათ, რომ დაიდარჩეს რა არა და მე ნანა სკეჩი მოდის, მე სკეჩის ვერსიები უნდა იყოს აუცილებლად ერთი სკეჩი, რამოდენიმე ვერსია სკეჩების მე შემდეგ ისევ კომუნიკაცია, ფიდბექი და სულ ეს ფიდბექის პროცესში ნელ-ნელა მივდივართ სასურველ შედეგამდე. ყველაზე რთული რა გახსენდება? რა იყო რთულ დამკვეთ შორის ყველაზე რთული ნაწილი? კომუნიკაციის პრობლემა. კომუნიკაციის. კი, ყველაზე რთული ეგ არის ხოლმე, ანუ ალბათ ყველა დამკვეთს ეგ აერთიანებს რა, რომ გადმოცემის უნარი არ აქვთ ხოლმე. არც იციან რა უნდათ და თან ის მომენტიც შესაბამისად არ იციან რა უნდათ, ისიც არ ესმით, რომ პროდუქტის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება. და რაც უფრო ბევრჯერ შეიცვლება, იმიტომ რომ არ იცის რა უნდა საწყისშივე, მით უფრო ბევრი დროს წაიღებს. და თან თავგზას გიეროს მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მთელი რესერჩი გაგაკეთებული და ეს პროცესი უკვე გავლილი გაქვთ, მაინც თავიდან კრიალობს. მოკლედ, რადგან ამხელა გამოცდილება გაქვს მუშაობის, სავარაუდოდ ძალიან ბევრ პრობლემას წაწყდომი ხარ, როგორც კლიენტთან, ისე საქმისმხრივ, თუნდაც დაგეკრაშა პროგრამა და ყველაფერი დაგეშალა. ეგ არ მომსვლია, ეგეთი შენთან ახტო. ანიმაციები შეხტება. ანუ რა შემთხვევები ქონია ესეთი, რაც დავუშვათ, კარგად გახსენდება და მაგისგან რაღაც გისწავლია და რავი მაგალითი ყოფილიყო შენთვის, რომ მე ამას მევარჯერ ესე აღარ ვიზამ. ის მომენტი ხო გაქვს ხოლმე, რომ რაღაცა გაქვს გასაკეთებელი და ამ რაღაციდან ამ ნაწილის დახატვა უფრო ქსიამოვნებს და შესაძლოა იმას უფრო ხატავ და იმას რაც არ ქსიამოვნებს გადადებ. ბოლოს ჭკვიდან გადადებ. ალბათ ეგეთი მომენტი არის ხოლმე, რაც გქონია და ბოლოს მივხვდი რომ მეთქი არა, რაც ყველაზე მეტად არ მინდა ეხლა რომ გავაკეთო იმ ნაწილით დავიწყებ მოდი და სანამ ენერგია მაქვს
იმას მოვაბავ თავს. ეგ არა ჩემზე ძალიან ჭკვიანური სტრატეგია არის რა. და ჩემს მაგალითზე რაც შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ანიმაციის გაკეთება არ მინდა, უფრო სწრაფად ვაკეთებ. იმიტომ რომ მალე მორჩეს. ხო, ანუ მესმის რასაც ამბობ და ყოველთვის ჯობს იმით დაიწყო რაც არ კიდე რო გააკეთო, რომ მე უფრო გემრიელი ლუკმანდა ჩემი გაწევის კეთება. მაშიკო. ხო. მე მაინტერესებს შენი საყვარელი პროექტი, აი პირადად შენი საყვარელი პერსონალური პროექტი რა არის? ბაჭია. ბაჭია? კი. რომელიც ცხოვრობს მოჯადოებულ ტყეში დედასთან ერთად. ოღონდ ეს ტყე თან არის დედის ნაწილი. ძალიან ობსესიური დედა ყავს და ცდილობს რომ სულ თან ყავდეს ეს პატარა ბაჭია და გაიქცევა. და რომ გაიქცევა, აღმოაჩენს რომ რაღაც პორტალი იხსნება დროთა-დრო სხვადასხვა ადგილას ტყის რა. შესვლა უნდა, მაგრამ შეეშინდება. ხვდება რომ ის მზად არ არის და გადაწყვეტს რომ მოდი ჯერ ცოტა უფრო დიდ პატარ-პატარა შიშებს გაუსწოროს თვალი და საერთოდ შეისწავლოს ეს ტყე რა არის და რა ხდება და ტყეში იწყებს მოგზაურობას და სხვადასხვა პერსონაჟების სახით ხვდება თავის პატარ-პატარა შიშებს, რომელსაც ამარცხებს ნელ-ნელა. მე და შევიყავით ანესიზე, სადაც ეს პროექტები მქონდა შენ ბაჭია და მერადიანტები და მომახსოვს ეგ ძალიან საყვარელი იყო და ბევრი ვიზუალი მიუმატე ახალი ვიზუალები რა თქმა უნდა. ვიზუალები დაუმატე, კი. ძალიან საყვარელი იდეა არის და მაინტერესებს ანუ ინსპირაციის წყარო საიდან არის? ანუ საიდან როგორ ფიქრობ, როგორ მოვიდა ეს იდეა შენთან, რატომ მოვიდა, რის? ძალიან ბევრი დეტალი ალბათ ჩემი ბავშვობის სიზმრიდან არის. ბავშვობაში განსაკუთრებით რაღაც ძალიან უცნაურ სიზმრები მესისმრებოდა მუდმივად განმეორებით და ერთ-ერთი იყო ეს, რომ ძალიან მაღალი, აი არაადეკვატურად მაღალი ხალი შემოდიოდა ჩემს ოთახში. ეცვა შავებით, გრძელი შავით მოქონდა, რომელიც ამ შავ კაბაში გადადიოდა. მაძალებდა რაღაცები გამაკეთებინა, რაც არ მინდოდა და თუ არ ვაკეთებდი, ხელს მიჭერდა ძალიან. აი ძილში რო ტკივილს გრძნობ ეგეთი გრძნობა ქონდა, მეღვიძებოდა ხოლმე მე. ალბათ ერთ-ერთი ინსპირაცია მაგ პერსონაჟის, დედის პერსონაჟის. ბავშვობიდან გახსოვს ეგ პერსონაჟი? ხო, ბავშვობიდან მახსოვს ეგ დედის პერსონაჟი. ოჰო, როგორ შთაბეჭდილება მოხდანია ბავშვობიდან? მეშინდა მეღვიძებოდა შეშინებულს. ანუ ხშირად გემეორდებოდა ეგ სიტყვა? ხო, ბავშვობაში ერთ და იგივე სიზმრები მესიზმრებოდა ხოლმე, ზუსტად ერთი განმეორებით ერთ და იგივე ადგილას. მე ნელ-ნელა როგორ იყო, იცი, აი სკეჩბუქის ნახატებსაც განახებ. ძალიან მიყვარს წვრილ-წვრილი დეტალების ხატვა და ერთმანეთში გადახლართული ტყეების ხატვა. სამყაროს შევქმენი, სადაც არის რაღაც პატარ-პატარა არსებები ცხოვრობენ, ბევრი პერსონაჟი მყავდა, რომლებიც რაღაც აკონტროლებენ თითქოს ამ ტყეს და გრძნობენ ამ ტყეს და ნელ-ნელა ესე დიდი სამყაროდან პატარა დეტალია მოვიღე ალბათ რეალურად, რომელიც ეს ბაჭიის ისტორია და გავიტანე მე საქანიმას ვორქშოპზე, სადაც ერთმანეთს შევხვდით. ერთმანეთს მანდ გავიცანით კარგად კარგად მანდ გავიცანით ერთმანეთს. თან მაგის მერე შენ იყავი ფრონტ ევროში. ეგ გამოცდილება როგორი იყო შენთვის? საოცარი იყო. მართლა ფანტასტიკური იყო. ეს არის მე-12 საუკუნის დასაწყისში აშენებული სამეფო სამონასტრო კომპლექტი და საფრანგეთშია ხო? ხო, საფრანგეთშია. არის რაღაც საოცარი ადგილი. რომ მივედი, თან ღამით მივედი და ეს სასახლის ქვემოთ განათებები რო ქონდა და ღამით რო შევედი, ჩემი დიდი ჩემოდით მიძინებოდა ალბათ ღამის პირველზე თორზე ჩავედი, რო ავხედე და გამოფხიზდი უცებ ესეთი ლამაზი იყო. საოცრება იყო ეს, მართლა საოცრება იყო. ფანტასტიკური ადგილი არის, რომ აი დაждდა და შენს პროექტზე იმუშავე მშვიდად წყნარად. რა გაცილს ყველაზე მეტი ინსპირაციას ახლა როგორც მეხვდე, ეგ გარემო ძალიან მოქმედებდა შენზე. იცი როგორ არის? თუ შიგნიდან მოდის რაღაც. ყველაფრისგან, არა, შიგნიდან ყოველთვის მოდის ყველა შემთხვევაში. თუ მკითხავ. გარდა შინაგანი ემოციური დეტალებისა, ყველაფრისგან ვიღებ ინსპირაციას. სადღაც შეიძლება ქუჩაში მივდიოდე და რაღაც პატარა დეტალი დავინახო სიტყვაზე. იქიდან მთელი იდეები მომივიდეს, შეიძლება ფილმი ვნახო და ძალიან ემოციურად იმოქმედოს ჩემზე და მე ამ ემოციას გავყვე და რაღაც ილუსტრაცია დავხატო, რომელიც მთლიანად ამ ემოციას მოიცავს. ყველაფრისგან. ნებისმიერ რაღაც. ალბათ აი ესე გარეგანი ინსპირაციის რაღაცები რაც არის, ალბათ შენობები მიყვარს ძალიან, ძველი შენობები. სოლაკში რო გაისერნებ და ეს ძველი, ძალიან საყვარელი, მოჩუქურთმებული სახლები რო უცნაურად თითქოს ცოცხალია, ეგეთი რაღაცები ძალიან
მაძლევს ინსპირაციას. გარემოში რო თვალები ეხატა რაღაც პროექტი ნახე არ მახსოვს. შეკვეთა იყო. კი. მარტო მე არ ვიყავი, რამოდენიმე მხატვარი ვიყავით. სადაზღვევო კომპანიის ეს იყო რეკლამა. გითხრას რომ აი რაღაცა სახეები აღმოაჩინეთო გარემოშიო. შედარებით მარტივი ტასკი იყო, არა. ძალიან სასიამოვნო იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვისეირნე, ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი აღმოვაჩინეს. აი მაშიკო. უცებ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში ძალიან მდიდარი გულშემატკივარი, რომელსაც უნდა რომ დაგასპონსოროს. რა პროექტი იქნებოდა ეს? ეცა, ბევრი რაღაც შეიძლება მომივიდეს ასეთ, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად მაინც რას ავარჩევდი, იცი? სამხატვრო სასწავლებელს გავხსნიდი. სადაც როგორც ციფრულს, ასევე ტრადიციულ ხატვასაც ვასწავლეთ. დიდი ხანია ვუცნებობა და რაც სამხატვრო კოლეჯი გავხსნა, ანუ რაღაც ეგეთი ვქნა. აი, იმდენი კარგი მხატვარი მხდება ხოლმე. დამწყებები პატარები. თუ იმდენი კითხვა აქვს, საერთოდ რა ქნან, როგორ ქნან. თან ადრე ციფრული მხატვრობა არ არსებობდა. კაი, sketchbox-ი კიდედი გაყვებოდი, aquarels-ი იყიდედი და დახატავდი და უფრო დაწვრილმანდა ეს სპეციფიური დეტალები რაღაც პროფესიაში და ისეთი საყვარელები არიან ხოლმე, ისეთი ნიჭიერები და იმდენი კითხვა აქვს და მინდა ხოლმე რა ის ვიღაცა კითხვას რომ დასვას რომ მივიდე და 1 საათიანი დარიგებები უთხრა თუ ეს მოგწონს ეს შეგიძლია ექნა ის ქნა. ის ვარიანტი არ გამოჩნდა შენთან დაუშვოთ რომ მიეწვიეთ როგორც მასწავლებელი რომელიმე სასწავლებლოში. იცი, ეგეთ რაღაცას ვაპირებდით, მე და გაგლო და კიდე რამდენი მხატვარი ძველ სამსახურში. მაგრამ მე აღარ გამოვიდა და დაიშალა ეგ ამბავი. აი, ცუდი. არა და კარგი იქნებოდა. მაშიკო, ალბათ ყველას ძალიან აინტერესებს თუ რას აკეთებ და რას ხატავ ახლა და მოდი უფრო close up look-ი ვნახოთ შენი საქმიანობის. პროექტი, რომელზეც წეგან ვსაუბრობდი. ის პატარა. მე უზარმაზარ ტყეში ცხოვრობს. ეს არის დედა. ეს არის თვითონ ბაჭია. თამუდრობს? მოსყოლია. მაქვს სტიკერები, ბევრი ბაჭიები და ყვავილები, პატარ-პატარა ბაჭიებით. ესენი წყვილია თან. წყვილი არიან. ვისაც გინდათ რომ ესეთი მერჩი თქვენს გქონდეთ და გემრიელად ატაროთ იქ სადაც გინდათ, გამოიწერეთ მაშიკოს სოციალურ ქსელებში. აი აქ გამოჩნდება სოციალურ ქსელებში მაშიკოსი და აუცილებლად ნახეთ მისი შემოქმედება. და უკვე თქვენ შეგიძლიათ თქვენთან იყოს ეს შემოქმედება. წარმატებებს გისურვებ, ძალიან მინდა რომ გამოგივიდეს ყველაფერი. ბოლო ნაწილისკენ ესეთი რაღაც გვაქვს ჩვენ, სადაც ხდება აი ამ ჟურნალში დახატვა. როგორც ხედავ, გაინტერესებს რა ხდება მინიკებში. შეგიძლია გახსნა. აი ამ ფლომასტერებით შეგხატავ ახლა. ბაზარი არა. გასულ ეპიზოდში ვინც იყო, ის ადამიანი წერს მოკლე პატარა შეტყობინებას, სადაც წერია თუ რა უნდა დახატო. მოწყენილი სტაფილა. არის. ხო, მოწყენილი სტაფილა უნდა დახატო. მაშიკო, როგორც გენიალურმა მხატვარმა გითხარი, რა იქნებოდა შენი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რომ იყვნენ მხატვრობანი? ალბათ მიიღონ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ვიზუალური ინფორმაცია. იქნება ეს კინო, ანიმაცია, სხვადასხვა მხატვრების შესწავლა, თუნდაც სეირნობა გარეთ და სხვადასხვა ადგილების მონახულება. მე მიყვარს ძალიან სეირნობა. ყურსასმეებს ვიკეთებ ხოლმე, რაღაც კონკრეტულ მუსიკას ამოვირჩემებ. იმდენი საინტერესო იდეა მომდის ხოლმე ეგრე რა, რა ვიცი. რამე ის ხوار ჟურნალისტად იწერა ამ ვიდეოს. არა, ჟურნალთან ვერ მივდივარ ხოლმე, მაგრამ ტელეფონის ამოვიგებ ხოლმე, უცებ პატარა ნოუთს გავაკეთებ და ეგრე ვიმახსოვრებ ხოლმე. სხვათა შორის ეგეც არის, რომ აუცილებლად ჩაიწერონ ხოლმე. რაღაცა იდეა რომ მოგივა, სულ გონია რომ ხომ მივიდე და მილიონჯერ მომივაკიდე ეს იდეა. არა, აი რაღაც მომენტ შეიძლება ისე კარგად მოგივიდეს, ისე კარგი ფორმულირებით მოგივიდეს ეს იდეა, რომ მეორეჯერ სხვანაირად მოგივიდეს და ჯობია რომ ჩაიწერო მაშინვე. ბევრად უკეთესად გამახსოვრდება. ხო. რამე კარგი იდეა თუ გაქვთ, ჰაერში არ დაკარგოთ, ეგრევე ჩაწერეთ. ეს არის ჩვენი მოწყენილი სტაფილო. ეხა უნდა დაწერო რა დახატოს შემდეგმა სტუმარმა. იქნება არ ვიცით და რას დაწერს მაშიკო, არ გვეცოდება შემდეგ ეპიზოდამდე. ვოუ.
შემდეგ მატიპმა იკითხოს ამის ნახატ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩემო მაყურებლებო. არ დაგავიწყდეთ და subscribe-ოთ, გამოიწეროთ არხი და ჩართოთ სანძალაკი. ასევე შეგიძლიათ დააფოლოვოთ მაშიკო. წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა და მიხარია რომ ჩემი სტუმარი იყავი დღეს. მე ძალიან გამეხარდა, მადლობა. კარგად.